აკაკი წერეთელის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში რასად როდის გაიმართა, რომელშიც 11 საჯარო და 2 კერძო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ინტელექტუალური თამაშის ზამთრის ჩემპიონატი მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა, სადაც პირველი ადგილი წმინდა ნიკოლოზის სკოლამ, მეორე ადგილი პირველმა სკოლამ, მესამე ადგილი კი მეორე საჯარო სკოლამ დაიკავა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტსა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება ზამთრის ჩემპიონატი რასად როდისში ფოთის სკოლის მოსწავლეებს შორის, სკოლების გუნდებს შორის. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზებაში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას, ქუთაისის ინსტიტუტის ხელმძღვანელობას ჩვენთან ფოთში მის ფაკულტეტს, ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას, რომელიც მხარში გვიდგას და რესურსს ბატონ გოჩა ქორქინს. ორგანიზებული არის თავიდან ბოლომდე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტსა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისგან და ასევე ფოთის ინტელექტკლუბის დახმარებით. ესე იგი მივიღეთ მონაწილეობა ფოთის რასად როდის შეჯიბრებაში და წმინდა ნიკოლოზის სკოლამ ჩვენ დავკავით პირველი ადგილი. კითხვები იყო საკმაოდ დამაფიქრებელი, მაგრამ არც ისე რთული და გავუსწარით სხვა გუნდებს 2 ქულით და დავჯილდოვდით წიგნებით და ასევე ხვალ მოველით რომ გამარჯვებას უკვე საქალაქთაშორისო ტურნირზე. ინტელექტუალური თამაში რასად როდის ხვალ 2 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის ეგიდით გაიმართება.